რატომ არ ყავს ევროკავშირს საკუთარი არმია? მაშინ, როცა მას 9 მილიარდზე მეტი მოსახლე ჰყავს. ევროკავშირის ერთიანი არმიის იდეა 1950-იან წლებში გაჩნდა. საფრანგეთმა წამოაყენა ევროპული თავდაცვის გაერთიანების გეგმა, რომელიც საერთო ევროპულ ჯარს ითვალისწინებდა. მიზანი იყო ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება. თუმცა 1954 წელს საფრანგეთის პარლამენტმა ხელშეკრულება არ დაამტკიცა და პროექტი ჩაიშალა. ამის შემდეგ ევროპის უსაფრთხოება ძირითადად ნატოზე გახდა დამოკიდებული. ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით ნატო იქცა მთავარ სამხედრო გარანტად და ბევრმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ ცალკე ევროპული არმია საჭირო აღარ იყო. ბრექსიტისა და უკრაინის ომის შემდეგ ევროკავშირმა გააძლიერა თავდაცვის თანამშრომლობა. შეიქმნა ევროპის თავდაცვის ფონდი. მიუხედავად ამისა, ეს მაინც არ არის ერთიანი არმია. მთავარი მიზეზი სუვერენიტეტია. ქვეყნებს არ სურთ სამხედრო კონტროლის ბრიუსელისთვის გადაცემა. ამას ემატება განსხვავებული პრიორიტეტებიც. აღმოსავლეთ ევროპა რუსეთს მთავარ საფრთხედ ხედავს, სამხრეთ ქვეყნები მიგრაციასა და ტერორიზმის. გერმანია კი ისტორიული მიზეზების გამო უფრო პაციფისტურია და ერიდება სამხედრო ჩარევებს, რაც საფრანგეთის აქტიურ პოზიციას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ ევროკავშირს დღემდე არ აქვს საერთო ჯარი. წევრ ქვეყნებს ურჩევნიათ თავდაცვა ეროვნულ დონეზე და ნატოს ფარგლებში შეინარჩუნონ, ვიდრე შექმნან სისტემა, სადაც 27 ქვეყნის ვეტოს პირობებში სწრაფი გადაწყვეტილება თითქმის შეუძლებელი იქნება. არხი შექმნილია კომპანია მერონსის მხარდაჭერით, რომ შთააგონო წარმოსახვა და აღმოაჩინო, თუ როგორ აერთიანებს ევროკავშირი ადამიანებს უკეთესი ცხოვრების იდეით.